დილამ შვიდობის. ერთმეტი დაიწყო. არ ვიცი დილიდან მაგრად მაციებს. თუმცა ფეჩიც კი არა დადგან პროფოკაი გამათბობელი წითელი მქონდა. შია, მაგრამ აი საჯაფსანდალი არ მინდა. მიხოდა მაროში რო გისა ნანულა, ხო იცვა ჯაფსანდალი აქვს. ხოდა. ой, პრიანიკი ვიპოვე. ხოდა ახლა ჩაის მოვადუხებ და ჩაის დავლებ. სანამ ჩაი ადუღდება, თან გავთვები. მოკლედ დღეს გადავწყვიტე, რომ აი რა დღეები ვიცი, ეს დღეები რაც გუში რესტორნად რა გუშინა მქონდა პირველი დღე სახლში ყოფნის და ცოტა ვიბუქლარე და დღეს ვიზამ რაღაცებს გადაგე ყველაფერი ცოტა რომ მაგალითად ესა კარგად გადასაწმენდი იქ აბლაბუდები გაუკეთები აი რა შემოხვალ და დაინახავ და თითქოს რომ არ ეტყობა აი ეგეთი საქმეები მაგ გასაკეთებელი მაგრამ შე რო იცი რომ გასაკეთებელია რა რათა ეზონოს საწესრიგებელის აივნის ტახტიპოს საწესრიგებელი და ეგეთი რაღაცები მაგ გასაკეთებელი თეჩი ჩავაგრე კარი გავაღე სარეცხი მაგ εν რაოდენობის და სარეცხი და სიო მაქვს მე მგონი 1 ან 2 დარეცხოს რო ეყოს და მაინც დავრეცხავ და დღეს თუ არა ხვალე იქნებ ვიყიდ ხო დღეს ის კათამი გამოვუშვი გუში რო ძახს წავართვი პირიდან და რაღაცა ის დავაჭერი ბუმბულები და არ მისულ არ მიკარებია იმ ზაბოლს ეტყობა კარგა შეეშინდა ხო გავიჭერი ფჩხილები გავიკეთე მანიკური მაგრამ აი ზუსტად აი თქვა 40 წუთი არ არის და ეს ნახეთ რა ვქნა რა გავაკეთო დაწერეთ ახლა რომ კატებით დარბისო კატებით არ დავბივარ თვითონ მოდის ეს ჩემი ტკბილი არის აი რაღაცნაირი ცომია რომ მიზილო მოზილო ახლა ჩამეხუტება შეთურება ეკრანში გოგო დედას პატარა პრინცესა და კამერა უყვარს გიждდება პრინცესა მიკოლე როგორი პრინცესა კაი ამინდია დამხალაც გარიცხვა მინდა რა მაგრამ მეცვას ბოლომდე გავბუნგულობ ბოლომდე გავდუთხნო და ვინი მიყარხარ ჩემო ლანას ის სად არის მეორე უქნა რა გეითანე ზე ხა გუში წიხოციოდა და ზოგადად ეს დღეები ციოდა და ესე იგი ჯერ მიწა არ გაშრობი ესე იგი ისი არ გაჟღეთილი რომ არ გამშრალა მიწა რა საერთოდ ხო და მაიკო მირეკავს ერთ წამი მაი უნდა გაგამწარო არ ვიცი ამ ვიდეოს ნახავთ რა უნდა გაგამწარო ჩაიში წყალი ავადუღე ამასობაში დამირეკა მაიკო საროჭკა უნდა იყიდო სანამ ბოლოს არის საროჭკა ბავშვი ამთავრებს ნინიკო გაუმარჯოს ხო და ეს ამბი საღებავიო ან ფანქრები როგორ ვიყიდო რითი ხატავდა და სანამ ვუთხარი რომ რა საღებავები რა ფანქრები ვუთხარი აღარ არაფერი ვარ საროჭკა იყიდო მე საღებავი მე მაქვს ანუ ადრე იმაშვებოდი ხოლმე რა ტუშის პასტებით ხატავდი და ძალიან საშინელება იყო იმ ხრივ რომ ანუ მე არ მქონდა თვითონ მქონდათ რასაც ვიხმარდი რაც არჩევდა უკან ვატანდი რა და თვითონაც ძალიან წვალობდნენ ხოლმე იმიტომ რომ სოფელში არ იყიდება და ბაზრობაზეც წყვდებოდა მე და მოკლედ ხო და ამასობაში გადაველი მე გუაშებზე და საკმაოდ კარგიც არის ნუ ერთჯერადაც უნდა იხმარო ისედაც ეგის და გარიცხვა და გაშრობა და გაუთხოვდა არ ჭირდება და ისე კიდე არ ეცლება, იმიტომ რომ ლაკით ვაფიქსირებ. თმის სპრინტ. ხო და ამასობაში რომ ვლაპარაკობდი, თან ხომ ჩვევათა მაქვს ტელეფონზე რომ ვლაპარაკობ, უნდა ჩავყარო თან რაღაცას რომ აკეთებ, უნდა გამოვიძენო რა ეს საქმე და ეს არის ჩემი ჩაის ჭიქა, საკმაოდ დიდი. საკმაოდ გულიანი და რა ჩავყარე? ჩაის მაგივრად ყავა ამაში. აბა როგორ შეიძლება ეგეთი რამე და კიდე კაი ეს იყოს საღამოზე გაუმადგება არის წყალი რომ და დამესხა მაშინ მივხვდი საკმაოდ დიდი ჭიქა საკმაოდ
თუ საკმაოდ ავიდან უყავს აი ჩაისფერი არა ეს მოყვა ის ფერით ხო რაღაცა თუ გვაქვს ხო რაღაც მაგითად ამას ვიყიდეთ ეს შაშარო მუსიკიდან თურქეთში ვიყავით იქიდან ჩამოვიტარე თურქული ჩაია გავყავი ხა გავყავი მოდი ჯერ ვეკიდე მაქვს თან კარგად ვცხოვენ და უყვართ ჩემს ეს ამბავი არ ვიცი რატო რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს თითქოს სულაც უნდა გავხდე რაღაცნაირად მაციებდა ავიღოთ წარმოდა რაც ნავენა გავიარე ჩემ ხორბალი ჩავალვე იყოს 1-2 დღე და მე გავხსო ხოლამდე იყოს და მე გავხსო მამი და აღარ მინდა ხორბალი მოიტანა შამა მამი ჩემ ხორბალს გამოგიგზავნა თუ არ გაქვს ეს ჯეჯილისთვის და ზოგადად ყოველთვის მე მავიწყდე არ არსებობს ხოლმე რომ არ დამავიწყდეს ჯეჯილის და თესვა რა არ არსებობს ხოლმე და ყოველთვის თესა წითელ პარასკევს და ორი კვირის თავზე მაქვს ხოლმე ესენა რო თბილე ესეც მანქანაზე ადიან რომ ეს ჟესტი ხოთბება და მე გონდა შეგჭმოში დებილი ეს რა მიწა არის ესე იგი ჩადიან აი ლიმონში ხრიან მიწას გუშინ დავხატე ორი ნახატი განახებთ მაგასაც და დავლევი ჩაის და გავთვე აი რაღაცა შეგრძნება მაქვს რომ უნდა გავცივდე თითქოს აი მაგრამ ამავდროულად არ წყელი მგივ არაფერი მაგრამ აი ძვლები რო გახსენებს თავს ეგრე ეს დღეები სინამდვილეში გავთამამდი რომ როგორ და კალკოტკა მაინც არ მეწო ნასკევით დავტრაკულობდი ნასკევი ჩაულაგოთ ივანეს ვაიდენა ხოდა სავარაუდოდ მაგის შედეგია ამ საროჭკას წაიღებენ სავარაუდოდ დღეს რომელიც გუშინ წინ დავხატე ეხლა განახეთ ამას ეს რომლებიც უნდა წაიღონ ეს ის არის რომ გითხარით რომ წელიწადში რა ვიცი 4-ჯერ 5-ჯერ ხატავ მეთქი ჯერჯერობით პირველია ეს გავაჩერდეს ჯერჯერობით კაჩაის დავლო და მე ამას შევაგდებ იმაში ფეჩი რა უნდა ხარ ხო გასარეცხად ეს არის ვა მორჩატო ხელები უკან აქვს ხონი აღარ გავხსნი ვა მორჩატო და აი გარეთ რო კიდია მსგავსი ტიპის ნახატი არის მე მგონი რომ კუკარაჩა არის რაღაცა ეგე მგონი იმიტომ რომ წარწერა ფილმიდან აქვს და ვიზუალურადაც რაც აცვია მასგავს სახი არა გამაგიტო ძალიან მეშინია ხოლმე როდესაც ნაწერის ქვეშ ან რაღაცა საკმაოდ დიდ ტექსტს მთხოვენ ხოლმე დასაწერად იმიტომ რომ გუაშით რო ვაკეთებ ამ ყველაფერს აი თუ ერთი წვეთი მაინც ზედმეტი მომივიდა წყალი ნაჭერშია ხო იცით რომ დაადებ და რომ გაიშღინთება ის ფერი აი ესე მოსდის ამიტომ აი ძალიან 10 ნახატს დავხატავ, ოღონდ ნაწერი არ გამაკეთებინოთ ხოლმე რა, ესეთი ისა მაქვს. მაგრამ როდესაც უნდა, რა თქმა უნდა, შეკვეთაში ვიღებ. ეხლა ნახეთ, საკმაოდ დიდი ნაწერია და ანუ ნახატს თუ მომუნდი სიტყვაზე საათნახევარი, ნაწერსაც ანალოგიური, იმიტომ რომ ძალიან ვფრთხილობდი თან ეხლა ზოლებს ხო ვერ გააკეთებ, რომ დახატ ისაფრა რა, დაიცვა ის. და შუმატევადია. აი ეს არის და ესეც წარწერა. სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. ეს ტექსტი რომ მოწერა ამ ბავშვმა, ბიჭმა, თან მითხრა რა, ანუ იცი როგორ მომწერა სათითაო ზოლზე, როგორ ხაზზე რაც წერია, მომწერა მასე.
და ბოლოში მიაწერა რომ აი ზუსტად ასე გადაიტანეო სათითაო ხაზზეო როგორც მე მოგწერეო და ანუ ეს ხომ მორჩეს ბოლომდე ხო დავწერე და ამის ქვეშ ეწერა ეგ რომ სათითაო ხაზზე გადაიტანეო და ს რო უნდა დამეწერა მე მივხვდი რომ ის აღარ იყო შეკეთა კიდაღა ამ ნაწერის ქვეშ სათითაო ხაზზე როგორც არის ისე გადაიტანე მივაწერ იცი რამდენჯერ მომსვლია როდესაც სკოლაში ხო იყო ხოლმე ხა იმ პერიოდისები და სავარაუდოდ ახაც აკეთებენ როდესაც ან საკონტროლო ან რაღაცა უნდა დაგეწერა რა რაღაცა თემა და ყოველთვის მასწავლებელმა იცოდა ხოლმე რომ აი ესე დააწერეთ ბავშვებო და დაფაზე ნიმუშს წერდა რა უნდა დაგვეწერა და ნუ ვიღაცა რო ის და წინ რომელიმე ბავშვი იმის სახელი და გვარს წერდა და არ არსებობდა რომ არ შემშლოდა და იმ ბავშვის სახელი და გვარი არ გადამეტანა არ არსებობდა ანუ ის ნიმუშად წერდა რომ აი ესე დაწერეთ და მე თქვენი სახელი და გვარი აი მაგალითად ამის აი როგორც ამისა ეხა დავწერო და იმასაც გადავიწერდი ხოლმე და იმესაც თან ჩემ თავს ვაფრთხილებდი რომ აი აქამდე რომ მიყვალ აქ უნდა შენი ჩაწერო არ არსებობდა რა აი მანიკურში ჩავასხი 10 ტონი რო გათხელებულიყო ხო და ზოგადად 10 ტონში რო მანიკურს ასხავდა ათხელებ მე კარგავს სიპრიალეს და რაღაცა მაგრამ იმდენად მაგარია რომ მეწონა თუმცა დიდი ხანი ვერ გაკაჩავს აჰა გუშინ დავიგვიანე და დღეს რო არ მინდოდა დამეგვიანა ალაგ-ალაგ მოვალ რა ეხლა სანამ ჩაის დავლე უყურებ ისევი სერიალს წინაზე დამიწერეს რომ ბეჭდების ბრძანებელსაც უყურეო და აი ძალიან ადრე მაქვს ნანახი ეგ და რატომღაც მეორეც საყურებლად ვერ დავსვი თავი ანუ რაღაც აი ეს ხო არ მახსოვს მე რამდენად უყურებ მაგრამ ყოველ წელიწადში ერთხელ უყურებ მაგრამ ყოველ ჯერზე ისე უყურებ რომ აი უნდა უყურო უსმინო კი არა უნდა უყურო რომ აი ყველა დეტალი ნახო და სხვათა შორის მე რამდენად უყურებ უკვე და მართლა არ მახსოვს მე რამდენად და ისა არის რაღაცა მომენტები როდესაც ეხლა აღვიქვავ თუ რატო მოხდა ასე რომ შეიძლება მეორე წელსაც ამ დროს უყურებ ხოლმე ბოლოს არის ხატვის დროს შეიძლება მომავალ წელს ამ დროსაც რომ უყურო კიდე რაღაც აღმოვაჩინო ისეთი რაც გასულ წლებს ვერ დავაკვირდი ეს ეხა ჩაისწავლე რენტორსაც როდესაც შემოვიქროლებ ზოგადად ძალიან მეზარება ხოლმე აი ბევრი და ცოტა საქმე რო გაქვს იმიტომ რომ ისეთი საქმეებია რომ სულ უნდა იარო ანუ იქაც არის იქ რაღაცა ის გდია ვთქვათ ვედრადევს იქ რაღაცა გარედან შემოტანილი რაღაცა ყავის ჭიქები რო არის ჯერადე მეგარი გაჭყლეტილი ის გდია იქ პლოშატკის კოსტილას გადმოწვინ მაგრამ კიდე მტვერი იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს და რაღაცა იქ აბლაბუდები ხო გიყვარდეს რა ვიცი აი ჯუჯაში რო ბევრი აბლაბუდები ზუსტად მასი არის და როგორ თუ არ დამეზარა უბრალოდ როგორ იქნებდა ბიბლიოთეკამდე მივიდე აი იონეს აი დაიცა განახოთ ეს მაგი და იონეს ოთახში რო დგა ეს მაგი და ანუ იყენებს ლაშაც და იონეს ეს არის იონეს ესენია ლაშას რაღაცები ჩანთა კომპიუტერი რომ მოდის აქ ლაგდება და ფიზიკურად ანუ სინამდვილეში უბრალოდ ალაგია და ვერავინ ვერ იყენებს ეს ნახეთ იონე ხაზვაზე დავივიდა და ნახეთ რა კაია ესეთ რაღაცების ხატვაზე ვგიშდებოდი ხოლმე ის რომ დაგეცვა აქედან და იქიდან ხარეთ სიმეტრიაში რომ ყოფილიყო ხო და ეხლა რას ვაპირებ აი ეს წიგნები რაც აქ ალაგია ესენი არის ენციკლოპედიები მინდა რომ ბიბლიოთეკაშიც არ არის ადგილი და ეგ არის უბრალოდ რა ერთი ესეთი ბაწაწინა და მინდა რომ აი ეს ყველაფერი ჩავიტანოთ ბიბლიოთეკაში და ეს თარო მოუცალო იონეს სკოლის ნივთებისთვის რა და ფაქტიურად გამოუყენებელი არის და არც ესეთი ფუფუნება არ არის რომ ბევრი სათავსო რაღაცა მქონდეს ხო და სავარაუდოდ ბიბლიოთეკაში რომ ჩავალ იქიდან ძალიან ბევრ ნაგავს გავიტან იმიტომ რომ ნინო მყავს სამაგისოდ რომ ბევრი ნაგავი დააგროვოს
ზოგადად ინტერნეტი ოხერი რაღაცა არის. რა უყურებ და შენ თავს რო ეტყვი რომ მოდი ეს ერთი სერიაც რაღაცა მოდი ეს ერთი სერიაც და ეგ არ გამოვა. ასე წინ ვერ წავალთ. ამიტომ მიუხედავად იმისა რომ მაგრა გვესიკვდილება აი ძალიან მაგრად გვეზა რა ახლა ბუზი შემოვიდა. მაგრად გვეზარება, ამიტომ დრო არის რომ როგორ გავაკეთო ხა ეს. ავდგეთ. აჰა. გინეულოდ გავიდა ბუზი გარეთ. ამაბინავთ ეს ყველაფერი. ასია ხოლმე რაღაც გაკეთება რომ მეზარება. და აი მაგალითად დავლევ ხოლმე ჩაის სიტყვას, როგორც ეხლა. ეხლა ნუ კი მინდოდა რომ მცივა მეტი და რაღაცა და მაგიტო და ხო და მე ვიცი ხოლმე ეს მაგალითად რომ აი ჩაი კიდავლი ხა, მაგრამ ეს მოდი ხა შევჭამ კიდე რამეს. რომ თითქოს ჩაი არ მიყო რა. და ამასობაში არც ჩაი არა ფეშუაში და არც აჭვენ. უბრალოდ გეზარება და გინდა რომ არ დაიწყო საქმე. და კიდე გინდა ის რომ ჩაუჯდე და ისე იმას რაც საკეთებდი და უყურო. ჩაციბარები. ეს ორ ცალია დარჩენილა. გადაუხდებთ. საჭმელს ვაჭრებ ხა ძაღლებს და დავიწყებ მე წერმა სადავდე, ნაგავს სადავდები. არ ვიცი ნეტა მარტო მე მცივა თუ ზოგადად მცივა ეს. მოდი აი აქ ცოტას დაგიწყდეთ. ვერავინ შემოვა შეგიძლიათ თქვენ ჭამოთ. სად არის ჩემი თეთრი ქათამი? ჩემი კოჩორა. ჭკვა ისწავლა. რა ხდება? შვიდობა გააქვთ? ტუპი! ჩემი ბებრუხანა, ტუპი ნახანა მცხრები ჭამი. ბეჭი. გუში მოვიტანე ეს საჭმელი ძაღლების და ნუ თუ რაღაცებს მივაშველებ ხოლმე აი მაგალითად რაღაცა საჭმლის ნარჩენია, ანძულებია ხოლმე რაღაც ხო არა. სადღაც მეორე თვემდე გადადის ხოლმე ხა თვე ნახევარი. თუ რაღაცა ეგეთი არაფერი არ არის ხოლმე ერთი თვე ყოფნის და კახეთის გზაზე რო ის არის კახეთის მაღაზია დაახლოებით ამ ტერიტორიაზე ვიყიდე. აქ ვაძლევ ხოლმე 65-67 აქ სოფელშიც არის და 58 ღირდა. იქ ზუსტად ესეთი. ხო და ბარემ ჩემი მაძმა ქათმების რაღაცები იყიდა ის და მეც წამოვიღე. აუ მარჯოშ, ჩემი კუდა და ჩემი ლამაზი ბიჭი. აჰა. შენ ბევრი რო სულ გქონდეს. ის ბატი მაინც არ აჭამს. ახლა კაცი მწონი. ერთი ვლოგი აქ გადავიღოთ. თუ კარგად მოვიქეცი და იმან არ მძლია რა ქვია სიზარმაცემ არ მძლია და კარგად თქვენი ყველაფერი სადღაც შესვენების დროს ის შეცდომით რომ ისყავა ჩავყარე იმას დავლებ და მე შემოგიერთდებით ჩემი ქალი ვინ არის ჩემი რბილი ქალი აგა ის ჭამ შენ რატო არ ჭამ მოტრიალდი გოგო მე ვაი მე რა თბილია რო იცოდეთ და რა ტკბილი ჩახტი ახი არის უშე ჭამა დაჯიქით ჭამე მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო საჭმელს გასაკეთებელი მაგამაცობაში ვფიქრობ კარტოფილს შევწვავ და რავი მე რაღაც წავაგე ეხა საიდან დავიწყო ეხა ჩემ თავს ვეუბნებ ხო არ წახვარ და 1 საათი ხო დაიძინებ
არა იმედია მაგდას კვლავდი არ პივარ მოკლედ წავედი რა მაგრად მეზარება ყველაფერი მაგრამ და ზუსტად ვიცი რომ სიზარვეც ეს რო ამაღამ რაღაცა საღამოხას ნუ მაინც ხო ჩემი გასაკეთებია რო გადავდო ხვალ დღეისებიც დაემატება და მე სამსახური და რაღაც მოკლედ არ ვიცი რა უნდა საიდან დავიწყო მაგრამ უნდა დავიწყო ადექით თქვენ ჩემი არ დაგემართოთ ჩემსავით ისაკნეთ წავედი აბა ჰეი კარგად თუ დავაფარეს კაია